დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩემ ბლოგში, რა თქმა უნდა, ტრადიციულად სოციალურ ქსელში განვითარებულ ყველაზე უფრო აქტუალურ სპორტულ მოვლენებზე ვისაუბრებთ. პირველ რიგში დავიწყოთ კალათბურთით და ბექა ბურჯანაძის ძალიან კარგი თამაშით ანდორას შემადგენლობაში. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ კიდეც ეს კადრები. მან 20 ქულა მოაგროვა ესტუდიანტეს წინააღმდეგ, შერმადინიც მის გუნდშია, გიორგი შერმადინი და მან 14 ქულა მოაგროვა. ძალიან კარგია, რომ ასე ევროპის ჩემპიონატი, ევრობასკეტის წინ ფორმაში შედიან ქართველი კალათბურთელები, იგივე თორნიკე შენგელიაც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და უკეთ თამაშობდა. ძალიან მაგარ ფორმაშია. ზაზაფაჩულიაზე ზედმეტია რაღაც რო ვთქვათ, რა გუნდში თამაშობს პრაქტიკულად დამწყები ცენტრია. ემზადებიან მოკლედ ბიჭები და წესით ძალიან კარგი და საინტერესო ევრობასკეტი უნდა გამოვიდეს ჩვენთვის წელს. კი, ამ ევრობასკეტს რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ საზოგადოებრივ მაუწყებელი და ჩემი აზრით გვაქვს უპრეცედენტო შანსი, რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ ამ ევრობასკეტზე, რადგან მე ასე მგონია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს, თუ ვინმე არ დაიმტრა და იმედია, რომ ბიჭები გააგრძელებენ ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას, ასეთ კარგ თამაშს და ნამდვილად აღსანიშნავია ბურჯანაძის ეს გამორჩეული თამაში, რადგან კარგია, რომ ახალგაზრდებიც მოდიან და ეს შევსება ნამდვილად არის ნაკრებში. ნუ კალათბურთზე სულ არის ეს პრობლემა, რომ ბევრი საუბრობს, ოდესაც ზაზაფაჩულია წავა, შემდეგ რა მოხდება და ეს პრობლემა აქტუალურია. დგას, თუმცა ვხედავთ, რომ ახალგაზრდებიც მოდიან, ეს სასიხარულოა. რადგანაც კალათბურთზე ვსაუბრობ, დურანტის დაბრუნებაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ 2-20 სიტყვა. KD ბოლოს 3 თამაშს იგი რეგულარული სეზონის სავარაუდოდ ითამაშებს, კარგად წავიდა ტრავმის მოშუშების პროცესი. არა და ისე გამოვიდა ეხლა რომ Golden State-ი კარის გარშემო აეწყო თავიდან დურანტის არყოფნაში როგორ შეიაზრეთ როგორ წაადგება ასე ვთქვათ დურანტის დაბრუნება ხო ხა მე რო თქვა რომ დურანტის დაბრუნება არ წაადგება Golden State-ს მე სამწუხაროდ გამიშობენ ეგრევე თუმცა რა თქმა უნდა ისიც უნდა აღენიშნოს რომ დურანტის არყოფნაში თავიდან გაუჭირდა Golden State-ს ასე ვთქვათ ისევ ძველ ტაქტიკაზე გადაწყობა მაგრამ აი ბოლო პერიოდში უკვე შესანიშნავად გამოიყურება Warriors-ი და განსაკუთრებით აღსანიშნავია ანდრე იგუადალას პროგრესი და რადგან დურანტის ტრავმის მერე მასზე გადავიდა ასე ვთქვათ თელი დატვირთვა და ძალიან კარგად თამაშობს ვეტერანი თუმცა რა თქმა უნდა დურანტია ჩემი აზრით არის პლანტის ერთ-ერთი საუკეთესო ისედაც არის და ჩემი აზრით შეიძლება საუკეთესოც კი იყოს დურანტი დღეს თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ კონკურენტები სერიოზული ეყოლება Golden State-ს მაგრამ არ ვიცი სერიოზული პლეი-ოფი გველის და ამიტომაც ბრუნდება სამი თამაშით ადრე თავიდან იყო საუბარი თქოს პლეი-ოფში უნდა დაბრუნებულიყო თუმცა მაინც რაღაც პერიოდი და რაღაც დრო დაჭირდება ალბათ დურანტს რომ ფორმა აღიდგინოს ისევ გუნდიც გადაეწყოს ძველ ტაქტიკაზე, დურანტის ტაქტიკაზე და ამის შემდეგ უკვე პლეი-ოფში თან პირველ წრეში არ მგონია რომ სერიოზული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, ალბათ მაინც პორტლენდი იქნება Golden State-ის მეტოქე, პირველ წრეს შედარებით მარტივად გაივლიან და მერე უკვე დაიწყება სერიოზული გამოცდა ამ გუნდისთვის და იმედია რომ ზაზაფაჩულია და ბიჭები ჩააბარებენ ამ გამოცდას. ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ბეჭდიანი კაპიტანია, მაგრამ ძალიან კარგი იქნება ეს. რაგბზეც გადავიდეთ, ძალიან ბევრი ლელო დაიდო ამ გასულ შაბათ-კვირას ქართველი მორაგბეების მხრიდან ლელო დადო ბექა გორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ და ასევე ოთია გიორგაძემ დადო ლელო. შეგვიძლია ვნახოთ კიდეც ეს ლელო ინდივიდუალური პასის მიღების შემდეგ. მე არ მქონდა ეს მეტოქეს და რასაკეთებს დააკვირდით უბრალოდ. ეს არის კლერმონის ესპუარები, რა თქმა უნდა, მეორე გუნდი სწორედ აგირიცხება ჩვენი 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბე, რომელიც ჩარშან ინგლისში თამაშობდა. და ესეც მესამე. მართლაც საოცარი ლელო დადო იქ მისი გუნდელებიც კი გაკვირვებულები იჩეჩავდნენ მხრებს რომ რატო და როგორ გააკეთა. და ნუ ძალიან კარგ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები და იმედია რომ ნაკრებშიც უკვე ვიხილეთ ამ ბიჭების თამაში და ჩანს რომ თაობა მოდის ძალიან კარგი რაგბზე დაწვრილებით უკვე და 20 წლამდელთა ნაკრებზე შემდეგ ბლოგშიც ვისაუბრებთ. არა ლელოებს ჩვენება ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად დებენ ამ ასპარეზი ან ევროპის ასპარეზი ლელოებს და ძალიან სასიამოვნო არის. რა თქმა უნდა ზერაგბზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა, ვორატასი კრუსეიდერსის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანახაობრივი მატჩი იყო და ვნახოთ ლელოები, ტაკელენ აიავოროს ლელო. ოპა. 26-17 იგებდა კრუსეიდერსი ამ მომენტში 22-26 გახდა ანგარიში, თუმცა ესე მიმდინარეობს ახლა ზერაგბი რომ პირველ 60 წუთი ასე თქვა ზელანდიური კლუბებს წინააღმდეგობას უწევენ ავსტრალიური თუ აფრიკული კლუბები და ბოლო 20 წუთში ყველა მათ ზელანდიური კლუბი იღებს. ეს უკვე ძალიან ისეთი ტრადიციად ჩამოყალიბდა იქ. გაუჭირდათ ძალიან ზელანდიური რაგბის ტემპთან დაწევა ავსტრალიელებს და სამხრეთ აფრიკელებსაც კი და ეს ტესტებზეც აისახება, ვერ ახერხებს მათ დამარცხებას პრაქტიკულად ვერავინ, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
ნუ ამ კაცზე ლეგენდაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, როჯერ ფედერერი, რომელმაც მოიგო მაიამი ოპენი და სავარაუდოდ არის კიდეც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენი ყველა სპორტის სახეობაში, საერთოდ. თან ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ კიდევ ერთი დიდი სლემი, როდესაც მოიგო და ახლა კიდევ ერთი ტურნირი, მე პირადად მაიკლ ჯორდანთან უკვე ახლოს ესე მივიყვანდი ფედერერს, იმას რომ თავი დავანებოთ, ხო, რომ ამდენი ტიტული აქვს მოგებული, ზოგადად როგორ თამაშობს, აი სტილი, ესთეტიკა როგორი აქვს, ანუ თითქოს ხელოვნება არის მართლაც აი როჯერ ფედერერი, როდესაც უყურებ, არ ვიცი, საოცარ სიამოვნებას ვიღებ და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ესე კარგად გამოიყურება და ფორმაში შედის და მე რატომღაც გონია რომ კიდევ ერთ სერიოზულ ტიტულს მოიგებს ფედერერი დიდ სლემზე, ნუ გრუნტზე ალბათ გაუჭირდება, ეხა გრუნტის ტურნირები მოდის, მაგრამ რატომღაც გონია რომ იგივე ამ უმბდონზე ან რომელიღაც ესე ტურნირზე რაღაც უნდა შემოგთავაზოს. და ნუ ნახოთ ამ მაიამი ოპენზე ფედერერის დარტყმა ბერდიხის წინააღმდეგ ეს ნახევარფინალია. მართლაც საოცრად, რაღაც ჩახვეული დარტყმა, მოჭრილი. დამოკლებული დარტყმა, უბრალოდ ეს არ იყო ჩვეულებრივი დამოკლებული დარტყმა, რადგან ბურთი საკმაოდ მაღალი ტრაექტორიით წავიდა თავიდან და ბერდიხი საერთოდ ვერ მიხვდა რა მოხდა იმ მომენტში, ეს გაკურვებული პირდაღებული იყურებოდა აი გამეორებაზე შეგვიძლია ნახოთ. ამ სიმაღლეზე წავიდა, ნახეთ ბურთი და უცებ გაჩერდა და ესე ჩაეშვა. მარტო ფედერერს შეუძლია ასეთი რაღაცეები. ნახეთ აი ბერდიხის გამომეტყველება. რა რეაქცია უნდა ქონოდა? ეხლა უშანსოდ დატოვა ბერდიხი ფედერერმა და თან ფედერერი უკვე ასაკშია და განსაკუთრებით სასიხარულოა რომ კარიერის მიწურულსაც ასეთ თამაშს ანახებს. კი, ფინალში ნადალი დაამარცხა მაიამის ტურნირის და საბოლოოდ 91 ტიტული მოიპოვა, რაც არ ვიცი, საოცარი შედეგია. წელს ხუთაშორის მესამედ შეხვდნენ ნადალი და ფედერერი და სამივეჯერ ფედერერის გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა. არადა მთლიანობაში ნადალს უკეთესი ბალანსი აქვს მასთან.